საშუალო ასაკის ადამიანი ცხოვრების განმავლობაში 13 წელს საუბარს. 6 წელს ჭამის პროცესს, ხოლო 23 წელს ძილს უთმობს. ძილი ეს არის ორგანიზმის დასვენების მდგომარეობა, რომელიც გარეგნულად უმოძრაობით ხასიათდება. ადამიანის შეგნებული ფსიქოლოგიური აქტივობა ძილის დროს შეჩერებულია, რომელიც პერიოდულად სიზმრის ნახვის მომენტში აქტიურდება. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებმა უკვე არაერთხელ ახსნეს სიზმრის ფენომენი და თითქმის ამომწურავად გამოიკულიეს ის. არის საკითხი, რომელიც დღემდე კვლევის საგანია. მეცნიერთა ენაზე მას ლუციდური, იგივე გააზრებული სიზმარი ჰქვია. გააზრებული სიზმარი ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია სრული ძალაუფლება მოვიპოვოთ ჩვენ სიზმრებზე და ვმართოთ ის დროსა და სივრცეში ჩვენი სურვილის შესაბამისად. ვნახოთ ის, რისი ნახვაც გვსურს. გააზრებული სიზმრების ნახვის დროს ადამიანი ზუსტად იგივე შეგრძნებებით აღიქვამს გარემოს, როგორც რეალობას. გაცნობიერებულ სიზმარში ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რისი სურვილიც გვაქვს და შეგვიძლია ის გამოვიყენოთ შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად, მაგალითად შიშის დასაძლებად. როგორც ცნობილია, ადამიანს შიშის გრძნობა სიზმარშიც მიჰყვება. თუ ის შეძლებს და წარმოიდგენს ზუსტად იმ გარემოებას, რისიც ეშინია, ის მოახერხებს სხეულის რეალურად ამოქმედების გარეშე დაძლიოს სხვადასხვა სახის ფობია. არსებობს არაერთი მეცნიერი, ფილოსოფოსი, მწერალი და ხელოვანი, ვისთვისაც ლუციდური სიზმრების შთაგონების წყაროდ იქცა. ცნობილი ქიმიკოსი დიმიტრი მენდელეევი წლების განმავლობაში ცდილობდა ქიმიური ელემენტების სისტემის დალაგებას, თუმცა ამას ვერაფრით ახერხებდა. რამდენიმე უძილო ღამის შემდეგ მან დაიძინა და გამოღვიძებულმა დღიურში ქიმიური ელემენტების თანმიმდევრობა ზუსტად დაწერა. როგორც თავად ხსნიდა, მან ეს ყველაფერი სიზმარში ნახა. მწერალმა ლუის ქეროლმა კი თავისი ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი ნოველა ალისა საოცრებათა ქვეყანაში ლუციდური სიზმრების ნახვის შემდეგ შექმნა. პოლ მაკარტნიმ ბითლზის ჰიტად ქცეული სიმღერა Yesterday სწორედ სიზმარში მოისმინა. ერთ-ერთი გამომგონებელი ნიკოლა ტესლა, რომელსაც დღე-ღამეში მხოლოდ 2 საათი ეძინა, გადადიოდა ლუციდურ სიზმარში და ამ დროსაც მოგზაურობას უთმობდა. იმ მეცნიერების ძალისხმევით, რომლებმაც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყეს კვლევა სიზმრების, აღმოჩნდა, რომ ეს არის ჩვეულებრივი მდგომარეობა, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი სინამდვილეში თავის ცხოვრების მანძილზე რამდენჯერმე შეიძლება, ასე ვთქვათ, აფიქსირებს. შეიძლება უფრო ხშირადაც ხდება ეს, მაგრამ ამოვარდნილი არის უბრალოდ ჩვენი მეხსიერებიდან და შეიქმნა სპეციალური მეთოდიკები, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაეხმაროს, თუ ისინი უბრალოდ დაინტერესდებიან საკუთარი თავის უფრო ღრმა კვლევით, შეუძლიათ მსგავსი გამოცდილება მიიღონ, დააკვირდნენ გონების შინაგან სამყაროს, რომელსაც ჩვენი გონება ქმნის და იქიდან მიიღონ რაღაც საინტერესო გამოცდილება. მკვლევართა აზრით, გაცნობიერებულ სიზმარში შესვლის საუკეთესო დრო დილის 5-დან 6 საათამდეა. მანამდე ორგანიზმი მთელ ენერგიას დასვენებისთვის ხარჯავს. ხოლო დილის საათებში ცნობიერება ძილღვიძილის პროცესშია და ადვილად შეუძლია სიზმრის, ლოგიკური აზროვნების გამოყენებით, სურვილისამებრ გაგრძელება. ასევე არსებობს რამდენიმე საინტერესო და მარტივი ხერხი სიზმრების მართვის ტექნიკასთან დაკავშირებით. სამი მეთოდი არსებობს. ამ სამი მეთოდიდან ყველაზე საინტერესო არის პირდაპირ მეთოდი, იმიტომ რომ ეს საშუალებას აძლევს ადამიანს პირდაპირ ჩვეულებრივი ფხიზელი მდგომარეობიდან გადავიდეს ის სიზმრისეულ მდგომარეობაში, როდესაც მისი ტვინი იწყებს აქტიურად შექმნას გარკვეული სახეების, ну ეს არ არის მარტო ვიზუალური სახეები, აქ შეიძლება იყოს ხმაც და ნებისმიერი რაღაცა, რაც შეიძლება ადამიანმა განიცადოს, შეიძლება განიცადოს ამ მდგომარეობაში. პირდაპირი მეთოდის გამოყენების დროს ადამიანი მწოლიარე მდგომარეობაში ცდილობს მოდუნდეს. ოცნებობს სასიამოვნო მოვლენებზე. კონცენტრირდება მხოლოდ ფიქრებზე. ის ფიქრებს ვიზუალურად წარმოიდგენს. ეს ეხმარება სხეულის შეგრძნების დაკარგვაში და ამ დროს ადვილად შეიძლება სასურველ სიტუაციაში აღმოჩენა.
წარმოიდგინეთ, რომ ამ მომენტში დგებით საწოლიდან ან იწყებთ რაიმე მოძრაობას. მოძრაობა უფრო საინტერესოა იმ ხრივ, რომ სულ ხდება, ასე რომ ვთქვათ, თქვენი გონების მთლიანად მოცილება თქვენ ფიზიკური სხეულისაგან. მოცილება რას ნიშნავს? ანუ თქვენი გონება, ყურადღება თქვენი აღარანაირად აღარ არის მიმართული თქვენი ფიზიკური სხეულისაგან. თუ გსურთ, რომ ლუციდური სიზმრის მდგომარეობას მეორე, ირიბი მეთოდით მიაღწიოთ, უნდა დაიძინოთ და მაღვიძარას მეშვეობით გაიღვიძოთ ჩვეულებრივზე ადრე, მაგალითად დილის 5 საათზე. საწოლიდან ადგომის გარეშე ძილღვიძილის პროცესში გაიხსენოთ ნანახი სიზმარი და ხელმეორედ დაძინებისას შეეცადოთ გააგრძელოთ ის იმ მომენტიდან, სადაც შეწყდა. არსებობს ლუციდური სიზმრის მდგომარეობის მიღწევის მესამე მეთოდიც. ეს არის ჩვეულებრივი სიზმრიდან ლუციდურ სიზმარში გადასვლა. მკვლევარებმა ლუციდური სიზმრების კვლევა სწორედ მესამე მეთოდის აღმოჩენის შემდეგ დაიწყეს. ალბათ ბევრ თქვენგანს ქონია შეგრძნება, როდესაც ძინავს და უცბად ხვდება, რომ სიზმარშია. ეს ის მომენტია, საიდანაც გაცილებით მარტივად შეძლებთ გააგრძელოთ და მართოთ თქვენი სიზმარი სურვილის მიხედვით. ყველას ქონია ესეც მაგალითად სიზმარი, როდესაც ის ფრინავს სიზმარში, ან თქვათ ვარდება დიდი სიმაღლიდან. ეს არის ფაქტიურად ზუსტად იგივე მდგომარეობა არის, ოღონდ და იღვიძებს ამ დროს. ოღონდ მანდ პრობლემა არის ზუსტად ის, რომ ადამიანებს იმდენად ეშინიათ, რომ ვერ ასწრებენ ამის განვითარებას და პირდაპირ გამოდიან სიზმრის მდგომარეობიდან და უბრალოდ ფხიზლდებიან, იღვიძებენ. ფსიქოლოგიური კვლევები გვიჩვენებს, რომ მათ ვინც ისწავლეს საკუთარი სიზმრების მართვა, ცხოვრებაში საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიეს. სიზმრის ტექნიკა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენი გონების უსაზღვრო შესაძლებლობებში. დადებითი ჩემი აზრით არის ის, რომ ადამიანს ეძლევა საშუალება უფრო ღრმად შეისწავლოს საკუთარი თავი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ამ მდგომარეობაში შეუძლია სრული კონტროლი მოახდინოს ყველაფრის, რასაც ის განიცდის და ხედავს, მაინც ყველაფერი მისი გონების ნაყოფი არის და უფრო ადვილად არის შესაძლებელი ამ მდგომარეობაში სპონტანურად წარმოიქმნას ბევრი ისეთი რაღაცა, რომელიც თქვენში არის შიგნით, უბრალოდ თქვენ ამას ვერ აცნობიერებთ. ხო, ეს თქვენ ცნობიერში ჩაიხედოთ ცოტა უფრო ღრმად. სხვადასხვა ადამიანების სიზმრებზე დაკვირვების შემდეგ გაჩნდა იდეა, შეიქმნას თბილისური სიზმრების რუკა, სადაც თითოეული ადამიანი შეძლებს გაგზავნოს თავისი სიზმარი და მიუთითოს საცხოვრებელი ადგილი. ეს ჩვენი აზრით იქნებოდა ერთგვარი, ასე ვთქვათ, პირველ რიგში ეს იქნებოდა ადამიანების მიერ საკუთარი შინაგანი სამყაროს, ასე ვთქვათ, გაზიარება ერთმანეთთან. მეორეს მხრივ საინტერესო იქნებოდა ზოგადად გამოგვეკლია, ვთქვათ, კონკრეტული community, კონკრეტული ქალაქი, მაგალითად თუ იქნებოდა სოფელი, ვთქვათ, რითი ცხოვრობს, ვთქვათ, რა ხდება მათ ქვეცნობიერში, როდესაც მათ ძინავთ. ლუციდური სიზმრების ტექნიკა ეს არის შესაძლებლობა შევქმნათ ჩვენი სიზმრების სამყარო, რომელსაც თავად მართავთ. ხოლო ნანახ სიზმრებს ახალი, კრეატიული იდეების მოსაფიქრებლად გამოვიყენებთ.